12 პირს თაღლითობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი წარუდგინა მათ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები ფორმალურად გაიფორმეს, მათთვის სანდო პირებზე და შეადგინეს ყალბი მიღება ჩაბარების აქტი. ნაკვეთები სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ საკუთრებაში მათ 1997 წელს გადაეცათ, რომლებიც შემდგომ სხვა პირებზე გაასხვისეს ზარალმა, საერთო ჯამში კი 597,000 ლარი შეადგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. თბილისში თაღლითური დაჯგუფების 12 წევრს ბრალი წაუყენეთ, ხოლო ერთი პირი დავაკავეთ, რომლებაც მათთვის სანდო პირებზე ფორმალურად გააფორმეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები. შეადგინეს აღნიშნული მიწის ნაკვეთების ყალბი მიღება ჩაბარების აქტები, რომლის თანახმადაც მათ აღნიშნული მიწის ნაკვეთები სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ საკუთრებაში 1997 წელს გადაეცათ. გამოძიება მიმდინარეობს წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტისა და ბეჭდის დამზადება გამოყენების ფაქტი.